ზაზა ბიბილაშვილი ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონ ზაზა. მადლობა მობრძანებისთვის და აი ახლაც ვსაუბრობდით ჩვენ იმაზე, რომ ხო პრაქტიკულად ყოველდღიურად ეს ქუთაისის სასამართლოდან იყო კონკრეტულად ეს ჩართვა, სადაც ვიცით მზია ამაღლობელი სოლიდარობის გამო რომ ასამართლებენ ადამიანებს. თბილისში საქალაქო სასამართლო იქნება ეს თუ რა ვიცი, სასამართლო დარბაზები, ციხეები სავსეა რეჟიმის პატიმრებით თუ დასაპატიმრებელი ადამიანები, დასაჯარიმებლებით. აგერ დღეს ნახეთ რომ გენერალურმა პროკურატურამ თურმე საბოტაჟის საქმეზე და უცხო ქვეყნის ჩარევის ამბავზე ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე ახალი გამოძიება დაიწყო და ესეც ალბათ ნიშნავს რომ პოლიტიკური დევნის ახალი რაუნდია. მოკლედ რა ვითარებაში და რა ფაზაში ვართ ახლა ბატონ ზაზა, მაშინ როცა 75 დღეა მიდის უწყვეტი პროტესტი, რას მიაღწია ამ პროტესტმა და რა არის კიდევ წინ? აი ეს რომ შევაჯამოთ ერთგვარად. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიაღწია ამ პროტესტმა იმას, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ აღარანაირი კითხვის ნიშანი აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება საქართველოში. შეიძლება ზოგმა ამას ცოტა ირონიულად შეხედოს, რომ ახლა დიდი ამბავი რეჟიმს ნიღაბი ჩამოეხადა თუ ასე შემდეგ, ხო, ამაზეც ქილიკობს ზოგიერთი, ხანდახან დამსახურებულად კონტექსტს გააჩნია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლებული იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი, რა მიზანი აქვს მას, საით მიდის და რეალურად რა არის მისი სახე. ხო, ჩვენ 12 წელი უყურეთ, 12 წელიწადზე მეტი უყურეთ, როგორ ატყუებდა ის დასავლელ პარტნიორებს და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს იმითი, რომ აი რაღაცები არ იცის, სიტყვა გენდერი არ იცის, სტიგმატიზება არ იცის, დემოკრატია რას ნიშნავს ბოლომდე არ იცის, მაგრამ ნუ ის სწავლობს ეს კაცი, ხო, დასავლეთის მიდის აი აქ რაღაც შედეგი დადო იქ ვიზა ლიბერალიზაცია დაემთხვა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს და ასე შემდეგ და ეს ილუზიები ამოიწურა, უბრალოდ ამოიწურა. ჩვენ ხედავთ რომ არალეგიტიმური რეჟიმის წარმომადგენლები ერთადერთი სადაც იღებენ და ხელს ართმევენ არის არაფერს ვერჩი იმ ქვეყნებს, მაგრამ იმ ქვეყნებში რომლებიც ჩვენთვის პირველი პრიორიტეტული არ არის და მეორე არანაირად არ არის სამაგალითო არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად, არც თავდაცვის უნარიანობის კუთხით და არც ერთი კუთხით, ხო, საუბარი რაღაც ხან არაბეთის რომელიღაც ქვეყანაში წავლენ, ხან შუა აზიაში და ასე შემდეგ. ასევე ქვეყნის შიგნით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ისეთ სოციალური ფენები ჩაერთო ამ პროტესტში, არა მხოლოდ ჩაერთო, არამედ ზოგი ავანგარდშია საერთოდ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ან აპოლიტიკურები იყვნენ, ან ზოგი მხარდამჭერი იყო ამ ხელისუფლების მასში, ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა მინუსი ის არის რომ ამასობაში ჩვენ ვიმყოფებით უკვე ისეთ პერიოდში და ისეთ ეტაპზე, როდესაც ნუ პრაქტიკულად ყველაფერი დღეების და კვირების ამბავი ეხლა წყდება, როგორი იქნება ჩვენი მომავალი. ხო, აი ზოგი ამბობს. აი შეგვიძლია დღეს ამ უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 75 დღეს ვთქვათ, რომ ქართული ოცნების რეჟიმი მაგალითად დღეს არის გაცილებით უფრო სუსტი, ვიდრე იყო თუნდაც 27 ოქტომბერს აღარ ვამბობ, 28 ნოემბერს, როცა ირაკლი კობახიძემ გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა. აი რეალისტურად თული შესაძლებელია, რა თვალსაზრისით ვამბობ, იცით რომ სუსტი არის, ალბათ ჩვენ რო დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ, ცალსახად სუსტი იქნებოდა. ვინაიდან მას გამოეცალა 28-26 ოქტომბრის მერეც კი გამოეცალა ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც 26 ოქტომბერს ჯერ კიდე რაღაც ილუზიებში იყო და ხმას აცლებდა. თუმცა თუ იმას შევხედავთ, რომ ამ რეჟიმმა უკვე საბოლოოდ თქვა, რომ არ მაინტერესებს არც ხალხის აზრი, არც საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი და მე უბრალოდ დავეყრდნობი ძალას, ბრუტალურ ძალას, უსამართლობას, ტყუილს, სიცრუეს, უსინდისობას, უტიფრობას და ჩემსაც მაინც გავიტან, ამ თვალსაზრისით რაღაცა ჩაიხსნეს თავის თავში იმის ვალდებულება, რომ რაღაც ორმაგიც ითამაშენ, ხო, შესაბამისად. ხო, კი ბატონო, ხედავთ რომ აღარც არის ეს. პრინციპში ხო ღიად ამბობს, რომ ის არის დიქტატურა, ჩამოყალიბებული ავტორიტარული სახელმწიფო და ხო, მე აი ასე ძალით ამ კანონების მიღებით ხარებათი შსს სპეცრაზმი და ასე შემდეგ მე შევინარჩუნებ ძალაუფლებას. ამას უკვე ღიად ამბობს ბატონო ზაზა, ხო? აი დიახ და აი ზოგი ამბობს და მეც ვამბობდი ხოლმე ხშირად, რომ აი 21 წელი იყო და ასე შემდეგ, ზოგი ამბობს 37 წელია. მოდი ასე შევხედოთ, თუ მაინც ანალოგიები უნდა ნახოთ, ალბათ რაღაც 31-32 წელია, რატო 1900, რატო? იმიტომ რომ 21 წელს ბევრმა შეინარჩუნა ილუზია, რომ დიდი ამბავი ხა, ცუდი რაღაც მოხდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ერთი მთავრობა წავიდა, სოციალისტური, მეორე სოციალისტური მთავრობა მოვიდა, ვიღაცეები რა თქმა უნდა ჩასვეს, ვიღაცეები დახვრიტეს, მაგრამ ნუ ეხა ისინი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები იყვნენ, ხო? ვიღაცა აჯანყდა და აბა რას ფიქრობდა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ინარჩუნებდა იმ ილუზიას, რომ პრინციპში
ჩვენ ეს არ გვეხება. და 37 წელი არ დადგებოდა. ხო, არ დადგება არც 37 წელი, ჩვენად თუ მოიქცევ რაღაცა კარგიც კეთდება, აი ნეპი, ელექტროენერგია მოვიდა, რაღაც გზა აშენდა და ესენი მაგასაც არ აკეთებენ. და აი 31-32 წლებში ეგ ილუზია დამთავრდა. ფანჯარა კი არა, ის სარკმელი ჩაიკეტა და აქ დადგა უკვე ერების საპყრობილე, რასაც ქვია, ხო და ამას მოყვა ძალიან მალე 37 წელი. დღეს აი ეგ ეტაპია, როდესაც ჩვენ როდესაც ის ფანჯარა თუ ის სარკმელი, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია, იკეტება და თუ დაიკეტა, კი 37 წელი დადგება. რა შეუშლით ხელს? სინდისი შეუშლით ხელს, შინაგანი ხმა, ღირებულებები, პატრიოტები არიან, ანუ რა შემაკავებელი იქნება, რომ მათ უბრალოდ თავის, როგორც გაიღვიძებს ივანიშვილი, ან როგორც გაიღვიძებს ოჯახის წევრი, რომელიმე ბერა მაგალითად, ხო, რომელიც ძმაკაც ახლა გუშინ კიდე ერთი ამბავი დაუტრიალებია, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, ხო? ხო, ანუ დაუჯელობის სინდრომია ჩვეულებრივად, რაც უნდათ იმას აკეთებენ და ენას ძვალი არა, ყველაფერს მოაბრუნებენ ისე რომ სხვას დააბრალონ. ეხლა თქვენ რო თქვით ეს გამოძიება პროკურატურის. ჯერ აი ღმერთო რაღაც წმინდა ხო არსებობს მართლა არა? ეს ნეიტრალური ერთიანი საქართველო არის ჩვეულებრივად ოცნების პროექტი, ანუ მათი ხალხია. მე ვიტყოდი ოცნების და კგბ-ს ერთობლივი პროექტია, ანუ თავად ოცნებაც კგბ-ს პროექტია, მე რომ მკითხო. ხო და ამათი ერთობლივი პროექტია, ეხლა ეს რო იყოს სახელმწიფო, სადაც ეროვნული ინტერესები არის პრიორიტეტული, მე თავად ამ ერთიან საქართველოს თუ რაც ქვია, ნეიტრალურ საქართველოს გამოვიძიებდი და დარწმუნებული ვარ ძალიან მარტივი იქნება მათი კავშირების პოვნა რაღაც მითი უცხოძალასთან კი არა, რუსეთთან, ჩვენს მტერთან. ხო და ეხლა პროკურატურა იძახის რომ რაღაც ძალების შევკრიბეო, კიდევ რაღაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დამეხმარებაო, სულსი დამეხმარებაო და ჩვენო აი ამ ხალხმა ისეთი რაღაცა გვითხრაო რომ უნდა გამოვიძიოთ ხო. ისიც გავიხსენოთ რომ 2015 წლიდან იწყება ეს ამბავი. მაშინ ჭიკაიძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და საბურავების საქმე 315 მუხლით აღძრეს გადატრიალების მცდელობის ფაქტზე. ყოველ ჯერზე ეს იყო რაღაც ბოლი, სანახაობა, ეს არის ძალიან რუსული მეთოდი, კარგად გამოსტილი რუსული მეთოდი, როდესაც ხალხისთვის არაფერი არ აქვს სათქმელი, ხო, მაგრამ სანახაობას თავაზობ. ხა ამ ეგრეთ წოდებული გამოძიების მიზეზი, კი არა, მიზანი არის სამი რამ. პირველი, რომ ხალხს შესთავაზონ სანახაობა, რეალურად ივანიშვილი ხო ამით მოდის, ანუ მარტო პიარი უარგა, ხალხი რო ამბობდა ადრე პიარი არ უარგათო. პიარი არ უარგათ, კი არა, მარტო პიარი უარგათ, მარტო პროპაგანდაზე დგას ეს რეჟიმი, ძალადობაზე და პროპაგანდაზე. ხო და ეს სანახაობა იქნება, ეხა ესენი თავს დაგვესხმებიან, საღაზრს დაესმებიან თავს და ჩვენ უნდა დავიცვათ. თავი და ამასობაში გაგრძელდება კორუფცია, ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიები, ქვეყნის უკუსვა და ასე შემდეგ. ხო, აი ეს არის მნიშვნელოვანი ბატონო ზაზა, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დავიცვათ თავი? თქვენ ახსენეთ, რომ თუ შევადარებთ საქართველოს ისტორიას დაახლოებით 31-32 წლებია და როგორ ფიქრობთ, დღეს გვაქვს ვართ მზად იმისთვის, რომ აღარ დადგეს ამ ქვეყანაში 37 წელი და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? ხალხი აკეთებს ალბათ იმას, ისი გაკეთებაც შეუძლია. ამაზე მეტი მართლა ძნელი წარმოსადგენია, ხა ჩვენი ზოგიერთი უცხოელი მეგობარი სკეპტიკურ კომენტარს აკეთებს ხოლმე ხანდახან თითქოს საკუთარი როლის მინიმიზაციის კუთხით, ანუ რა ვიცი, მე უბრუნდები და ვეუბნები, კაცო, ამას გეუბნებოდით და ეხლა მეუბნები, რომ ხალხმა ამაზე მეტი ხალხმა რაღა უნდა გააკეთოს, ხო? მესამე თვეა 10,000 და ხანდახან 100,000 ადამიანი დგას ქუჩაში, საქართველოს სრულ ტერიტორიაზეა გაშლილი პროტესტი, ეს არ არის თან ერთი პარტიის ან ერთი რაღაც სოციალური ჯგუფის პროტესტი, ხო? ანუ ჩვენ ვიხილეთ, რამდენიმე ასეთიც იყო, ხო? სარალიძის პროტესტი იყო, მაჩალიკაშვილის ამბები იყო, თეთრი ხმაური იყო, თუ რა მაშინ კლუბების მოძრაობის პროტესტი იყო. ეს არ არის რაღაც კონკრეტული სეგმენტი, ყველა სოციალური ფენა, ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი, ყველა რეგიონის მოსახლეობა, ქალები, კაცები, ასაკობრივი ჯგუფები, ყველა ჩართული. ხო, მაშინ რა არის საჭირო შედეგისთვის, ბატონო ზაზა? ერთი რომ ჩვენს უნდა გავაგრძელოთ, ანუ ამ ბრძოლაში იმარჯვებს ის, ვინც იმარჯვებს ტვინში, ანუ მათ უნდათ რომ გადაგვტეხონ. ვერ უნდა მოახდინონ ეს, ვერ უნდა შეძლონ ეს და მე არ მგონია რომ შეძლონ და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო კონიუნქტურა. ეხლა ხშირად უხსენებიათ ხოლმე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მაგალითი და ამბობდნენ რომ მათ გაათავისუფლეს საქართველოს და სწორადაც რა თქმა უნდა, მაგრამ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ 1956 წლიდან, 17 წელსაკიდან.
მაგრამ მათ ამის გაკეთება შეძლეს მხოლოდ 30-32 წლის შემდეგ, როდესაც საერთაშორისო კონიუნქტურა შეიცვალა, ბოროტების იმპერია დასუსტდა და ჩამოინგრა. ღმერთმა დამიფაროს, ახლა ჩვენ ამდენი ხანი ველოდოთ რუსეთის ნანგრევას, მაგრამ რეალურად პირდაპირ ვარ ჩვენ მიმული იმაზე, თუ როგორი იქნება საერთაშორისო კონიუნქტურა. ვინაიდან ახლა ეჭვი ხო არ გვეპარება, რომ ივანიშვილის რეჟიმი არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არა მხოლოდ რუსული ზურგით, ანუ რუსეთის ჰიბრიდული ძალაა, ხო, რუსეთი დასუსტდება ეს რეჟიმი და ხალხი გაიმარჯვებს. რუსეთი დასუსტდება ტევე ნაძეჟდა, ხო, რომელიც არის აი ამ ბოროტების ცენტრალური მართვის პულტი, ასე ვთქვათ, ხო, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ ადამიანებმა ასე პირუტყვებივით არბიონ ჩვენი ახალგაზრდები, ქალებს ესაკადრონ, რაზეც ბოლო დღეები საუბრობ და ვნახულობთ, ხო? აი ეს მართლა უცხოურზე როცა საუბრობთ, ეს არ არის რაღაც მითიური უცხოური, აი რუსული მეთოდებია, ხო, რუსული ულმობელობა, რუსული დაუნდობლობა, რუსული არაადამიანობა, ხო, რომელსაც ისინი ყოველდღიურად გვაჩვენებენ. ისინი დასუსტებია და ჩვენ ამაზე კაპიტალიზება უნდა შევძლოთ. ეს სამწუხაროდ ძალიან ესეთი პროზაული რაღაცა არის, ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ბევრი შეგვიძლია, მაგრამ მარტო ჩვენ გაგვიჭირდება. მარტო ჩვენ გაგვიჭირდება, ვინაიდან ეს არ არის ერთი ხალხის ბრძოლა, ეს არ არის ერთი ქვეყნის, ეს რაღაც ცივილიზაციური ბრძოლა არის ბოროტების წინააღმდეგ და მეორე მხარეს არის რუსეთი და ყველაფერი რაც რუსეთთან არის დაკავშირებული. ხო, თუმცა ალბათ მნიშვნელოვანია მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც, ვინც 75 დღეა ქუჩაში დგას და ალბათ რაღაც პატარ-პატარა, თუნდაც ძალიან მცირე რაღაცა მიღწევების დანახვა, ხომ ასეა, რომ აი რაღაც იცვლება, თუნდაც თვიდან თვემდე რეჟიმი კიდევ უფრო სუსტია, თვიდან თვემდე ჩვენ კიდევ უფრო უახლოვდებით იმ წერტილს, რასაც მოითხოვს, ხო, საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი და უახლოვდებით თუნდაც იმ წერტილს, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ბოლოს და ბოლოს დემოკრატიული არჩევნები, ეს ხალხი ყველა აღარ ყავდეთ ციხეში გამომწყდეული და შემდეგ არჩევნებმა გადაწყვიტოს მართლა, ხო, რა ტიპის მმართველობა და ვინ უნდა პოლიტიკური ძალები. ხო, ერთი საინტერესო რაც ახასიათებს ასეთი ტიპის ავტორიტარულ თუ დიქტატორულ რეჟიმებს არის ის, რომ ისინი უცბად ირღვევა. ხო, აი შეიძლება ჩვენ ვერ შევნიშნოთ, აი როგორ სუსტდება ის დროის რაღაც გარკვეული მონაკვეთის პერიოდში, მაგრამ გონია რომ ძლიერია, ურღვევია, მუდმივია და უცებ ხობდა აღარ არსებობს. ხო, ესე დაინგრა საბჭოთა კავშირი, ესე დაინგრა ჯამაჰირია ლიბიაში, ასე დაინგრა სირიაში ასადის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი. ხო და ესე ხდება ხოლმე, ხო, მე მახსოვს ჩემი მეგობრის სახლში იყო კარის ჩარჩო, რომელზეც სტუმრები, დისიდენტები, მათ შორის და ჩვეულებრივი მოქალაქეები წერდნენ წელს, როდესაც მათი აზრით დაინგრეოდა საბჭოთა კავშირი. აი 70-იანების ბოლოს მე სულ პატარა ვიყავი 80-იან წლებში და ნუ იქ იყო რა ზოგს ეწერა 90 წელი, ზოგს 2000, ზოგს 2050, ზოგს ეწერა არასდროს არ დაინგრევა. არავის არ წარმოედგინა, რომ ერთჩვენიერ დღეს გავიღვიძებ და ეს ბოროტების იმპერია, ხალხთა სამყრობილი აღარ იარსებობს. ხო, აი უცბად დაინგრა, შიგნიდან ჩამოიშალა რამდენიმე თვეში, ხო, დაიწყო ეს მოსკოვის პუტჩით 91 წლის აგვისტოში და დასრულდა დეკემბერში. მე მგონია რომ მსგავსი რაღაც მოხდება, რუსეთი დაიშლება ისევე როგორც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ვინაიდან რუსეთი არის მცირე იმპერია, იმ დიდი იმპერიის ნარჩენი. დღეს ეს ქვეყანა თუ ეს იმპერია აგონიაშია, აგონია ნიშნავს, რომ ცდილობს აღიდგინოს თავი, მაგრამ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია ამას, არც ეკონომიკური, არც სამხედრო, არც დემოგრაფიული, არც იდეოლოგიური, ანუ რაღაც ხო უნდა კონდეს, რითიც ჩვენს ექსპანსიას გაამართლებ. მხოლოდ ბოღმა და ბრაზი ამოძრავებს აი ამ აგონიაში მყოფ რაღაც სნეულ სახელმწიფოს, როგორიც არის რუსეთი, მაგრამ ის დაიშლება ჩვენ თვალწინ, აგერ ნახავთ თქვენ ჩრდილოეთ კავკასიას დამოუკიდებელი გახდება, თათრეთის დამოუკიდებელი გახდება, შეიძლება შორეულ აღმოსავლეთშიც მიიღოს ვიღაცამ დამოუკიდებლობა. და ღმერთმა უწყე ხა უკრაინა რო აღიდგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ამაზე არ არის საუბარი. ვიცი ეს ძალიან წყი. ჩვენ გვიდა რომ ძალიან მალე მოხდეს ეს ყველაფერი და მე მგონია ხო და მაგას ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე მოულოდნელად რა უცბად ხდება, ხო? ხშირად ჩვენ ვერ ვგონია რომ აი ნაბიჯ სუსტება. ასე არ ნაბიჯ არ დასუსტებულა საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირმა 99 წლის 9 აპრილს აქ მოაწყო სასაკლაო თბილისში, ხო? მაშინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ ერთ წელიწადში თუ წელიწადნახევარში აქ ჩატარდებოდა არჩევნები, რომელთაც დასრულდებოდა საქართველოში კომუნისტური მმართველობა. აი ესეთი რაღაც მოხდება, მთავარია რომ ჩვენ არ გავტყდეთ, ჩვენი რწმენა არ მოდუნდეს, არ ასე ვთქვათ, გაგვიჩნდეს ეჭვი, რომ შეიძლება მტერმა მოგვიგოს. ვერ მოგვიგებს, იმიტომ რომ ჩვენ სამშობლოა ეს და ისინი უცხოსხეული არიან, თვითონაც ხო იციან ახლა. თვითონაც ხო იციან რომ რუსულ საქმეს აკეთებენ. დიახ. ამაში ეს აქ.
კი ბატონო და ბატონო ზაზა ბოლოს მაინტერესებს აუცილებლად თუ გაეცანით სოციოლოგიური კვლევის შედეგებს რომელიც დღეს გამოქვეყნდა იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ეს შედეგები და აი მაინტერესებს თქვენი აზრით რა არის მთავარი ტენდენცია რასაც გვაჩვენებს აი ეს კვლევა თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია და რა შეიძლება რომ აქ დავინახოთ და ამოვიკითხოთ აი ზოგადად თუ არის თქვენ გავცნობოდი ამ კვლევის შედეგებს მაგრამ ჩემ მოგზალებული აზრი მინდა გითხრათ ზოგადად სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე რომლებიც საქართველოში ტარდება ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველა კვლევაში პირველ 5 ადგილზე სტაბილურად ამოდის სოციალური თემები კი ბატონო იქნება ეს დასაქმება ხელფასები პენსიები ჯანდაცვა და მსგავსი თემები, ხო? ეს არის ნორმალური, ხა ადამიანებს უკითხო რა გაწუხებს, ყველას აწუხებს ის, რაც მათთვის უშუალოდ იმ მომენტში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ხო? შემოსავალი, ჯანდაცვა და ასე შემდეგ. ეს როგორ უნდა გადაითარგმნოს პოლიტიკის ენაზე, ამაზე ბევრი კამათობს, ხო? მე გავახსენებდი საზოგადოებას, რომ 2012 წელს საქართველოს ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე კვლევა. NDI-მაც ჩაატარა, ARI-მაც ჩაატარა. და არც ერთ კვლევაში არ იყო ციხეში მდგომარეობა ტოპ 10-ში კი არა, ტოპ 100-შიც. ანუ საერთოდ არ ფიქსირდებოდა ციხეში არსებული მდგომარეობა, როგორც ვინმესთვის მნიშვნელოვანი პრობლემა. მაგრამ ამ პრობლემამ შეასრულა გადამწყვეტი როლი ხელისუფლების ცვლილებაში, ხო ასეა. ამიტომ, როდესაც ამ კვლევებს ვკითხულობთ, გარდა იმისა, რომ რაღაც სოციოლოგიური და სეზნაიკური მაპატიეთ ამ ასე ვთქვათ, იმაზე სიტყვაზე ის დასკვნები გავაკეთოთ ხოლმე, ცოტა ეთნოფსიქოლოგიაც უნდა ვიცოდეთ, ხო? ცოტა რის გამო გამოდის ხალხი ქუჩაში, ხო? მითხარით შემთხვევა, როდესაც საქართველოს ისტორიაში ვინმე ქუჩაში გამოსულა სოციალური, ანუ ყოფილა ხო რაღაც ერთი შემთხვევა იონის წველები და შემდეგ, მაგრამ სოციალურ მოთხოვნებს არ მოყვება ხოლმე. აი უბრალოდ მინდა მოვასწროთ, რომ აი თქვენი აზრით რით აიხსნება ეს პასუხი, მოკლედ 82% ამბობს, რომ არისო პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და შემდეგ კითხვა არის ასეთი, რომ თქვენი აზრით ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი. 78 პასუხობს, რომ ქართული ოცნება 23.6% ასახელებს ბიძინა ივანიშვილს, ნაციონალურ მოძრაობას 16% და სხვა ოპოზიციურ პარტიებს 16.9%. აი არ ვიცი ხა კრიზისზე, პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა წესით რა ვიცი ხო ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას უნდა ეკისრებოდეს მაგრამ მე ოპოზიციასაც რო აკისრებენ ეს რა ციფრია იქ და ხა ეგეთებს ალბათ სტატისტიკურადაც არიღებენ მხედველობაში ამ შემთხვევაში ხო ანუ ეგ დემოკრატიულ ქვეყანაში ეგ ციფრი იგივე 16% არაფერს არ განსაზღვრავდა როდესაც მეორე მხარეს არის 78 ხო 78 ხო აქ საუბარი იმაზეა რომ ჩვენ რო დემოკრატიული სახელმწიფო ვიყოთ ეს იქნებოდა დასრულებული ამბავი ხელისუფლებისთვის მაგრამ ვინაიდან არ ვარ ჩვენთან საჭირო არის ისეთი იმგვარი რამ რომელიც ემოციურად დამუხტავს ადამიანებს და განსაზღვრავს მათ ქცევას, იქნება ეს წინასაარჩევნო პერიოდი თუ ჩვეულებრივი ცხოვრება, ხო, ყოველდღიურობა. და ესეთი რაღაცა არ არის სოციალური საკითხი. ამას ვამბობ მე. დღეს რო ყველა ოპოზიციური პარტია დაეწყოს და დაიწყოს იმის მტკიცება, რომ ხვალ გაგიზრდით ხელფასებს, ამით ვერაფერს ვერ დააკლებს ოცნებას და რითი დააკლებს, აი ამაზე მიდის ხოლმე ძალიან ხშირად საუბარი. მე პირადად ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ხელისუფლებას არ უნდა დაუძახოთ უნიათო. გეხსოვმებათ თქვენ, რომ ეს დანაშაულია, ანუ მიამიტობა ну სისულელია მარტივად რო თქვა რაში არიან უნიათო რა უნდათ და ვერ გააკეთეს აი ეს დავსვათ კითხვა ხო ამან დააზიანა ოპოზიცია წლები აზიანებდა ხო მე კიდე რაღაც სხვადასხვა კლიშე არსებობდა მოღალატეები არიან ჩვეულებრივი ხო მეუბნებოდა რომ ეს რაღაც აი ცოტა ხوار წაიგოიმებს ეს კლიშე იქნებ საშუალო სტატისტიკურ ქართულის ყურს მოჭრას აი ქართულს ყური მოჭრას ამან არა რაც ნამდვილია აეწებათ თუ არა აეწებათ ეთკინათ თუ არ ეთკინათ იგივეა ეს ამ შემთხვევაში აი ესეთი რაღაც გვინდა ეს სოციალური თემები არის აი გაზს რომ მოუშვებ და გაზი რომ მოდის ხო მაგრამ თუ არა ანთე ასანთი არ აინთება ცეცხლი არ გაჩნდება ასე ვთქვათ სადილს ვერ გაამზადება ცეცხლი ოლიგარქიას აღარ გამოვა ხო და აი ამაზეა საფიქრალი პრინციპში არც თუ ის ანუ აქ სალაპარაკო არ არის თორე ფიქრიც არ უნდა ბევრი კი ბატონო დიდი მადლობა ბატონო ზაზა მადლობა